დრო შეკითხვებს ქართული ოცნების ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი ლაშა სირაბიძე უპასუხებს. მოგესალმებით. მოგესალმებით. ბატონ ლაშა, კოალიცია ქართულმა ოცნებამ ამომრჩეველთა უმრავლესობის მანდატი მოიპოვა. რა შეიცვალა მოსახლეობისთვის 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2014 წლის 1 ოქტომბრამდე? პირველ რიგში მოსახლეობას მინდა მიულოცოთ დღევანდელი დღე. დღეს არის 1 ოქტომბერი, თვითმმართველობის 125 წლისთავი და მე მინდა ყველას წარმატებები ვუსურვო. რაც შეეხება 2012 წლიდან 2014 წლამდე ჩვენ განახორციელეთ დიდი პროექტები ეს ჯანდაცვის კუთხით. მე ნამდვილად ვერ დავეთანხმები ბატონ დიმას, იმიტომ რომ ჯანდაცვის კუთხით იყო ძალიან სავალალო მდგომარეობა და ჩვენ როგორც პარტია რეალურად დაფუძნებული ვართ მემარცხენე ძალასთან დაკავშირებით და მე ვფიქრობ, რომ ეს დღევანდელი 2012 წლიდან 2014 წლამდე რაც თუ გავიარეთ ეს ეტაპი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ მახსოვს დაახლოებით ძველ წლებში, როდესაც ადამიანებს კურნალობის საშუალება არანაირად არ გააჩნდათ და საყოველთაო პროგრამებმა ძალიან დიდად მოიცვა ჩვენი თანამემამულეებისა და ჩვენი ქალაქის მაცხოვრებლების დღევანდელი პირობები და მე ვფიქრობ, რომ მართლაც ჯანმრთელობა, მე ვფიქრობ, რომ უპირველეს ყოვლისა და ადამიანი უნდა იყოს ჯანმრთელი, რომ დანარჩენ სხვა ღირებულებებზე იქნას შემდეგ საუბარი. ანუ რა მიგაჩნია თქვენ ხელისუფლების ყველაზე დიდ მიღწევად, ბატონ ლაშა? მე ისევ ჯანდაცვის კუთხით აღნიშნავდი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ადამიანი პირველ რიგში უნდა იყოს ჯანმრთელი. რა თქმა უნდა, სოფლის მეურნეობის პროგრამებსაც შევეხებოდი, იმიტომ რომ 2014 წელს იქნა პლუს დამატებული თანხები, რომლებიც 2013 წელთან შედარებით იქნა 60 მილიონით გაზრდილი ამ პროგრამებში და მე ვფიქრობ, რომ გლეხის შეწყობა გლეხისათვის ეს მაქსიმალურად შექმნის დოულაც და უკვე იქნება სოფლის მეურნეობით შეიქმნება ის სიმდიდრე, რომ შემდეგ ქალაქის მოსახლეობას კონდეს მეტი პრივილეგია. მე მინდა ჩამოვთვალო სამართლიანობის აღდგენა, უფასო და ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, რაზე თქვენ საუბრობდით, სოფლის აღორძინება, თვითმმართველობების როლის გაძლიერება, მაღალმთიანი რეგიონების შენარჩუნება, არსებული გადასახადების შემცირება და პენსიების გაზრდა. ბიძინა ივანიშვილი კოალიციის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ქვეყნის განვითარების რამდენიმე ძირითად მიმართულებებზე ამახვილებდა ყურადღებას. რამდენად მოახერხეთ ამ დაპირებების შესრულება? გარდა იმისა, რაზეც თქვენ ისაუბრეთ. მე ვფიქრობ, რომ საპენსიო ფონდი 25 ლარით გაიზარდა, ეს რა თქმა უნდა საკმარისი არ იქნება, მაგრამ ყოველ შემთხვევისათვის გადანაწილებული არის პროგრამულად და ავტომატურად ამ 2 წელიწადში არ შეიძლებოდა იმის მიღწევა, რაც ვთქვათ არის გაწერილი პროგრამა და მე ვფიქრობ, რომ კიდევ ის 2 წელი, რომელიც იქნება შემდგომი 2 წელი მაქსიმალურად მაგ ყველა პრობლემებზე იქნება მიქცეული. მე იმასაც აღნიშნავდი, რომ დღესდღეობით რა თქმა უნდა ყველაფერი სტაბილურად და ყველაფერი ნორმალურად არ არის, ისე ვთქვათ მაგ ხრივ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ დაწყებულია ის ყველა ეტაპი, რომელიც ავტომატურად უნდა იქნას იმ პირობამდე მისული, რომელიც ვთქვათ დაპირებები იყო გასცემული. აი რა პრობლემებია დღეს რეგიონში და აი რომელი მათგანის მოგვარება იგეგმება პირველ რიგში? პირველ რიგში მე ვფიქრობ, რომ ქალაქის მასშტაბით ვიტყოდი, რომ ინფრასტრუქტურულ ნაწილში არის მოსაგვარებელი ის ვთქვათ მეორე ზონა, რომელიც ეგრეთ წოდებული ჭაობის დასახლება, ეგ ბატონმა რევაზმა აღნიშნა, რომ თითქოს არაფერი არ ხდება მაგ ხრივ, მე მაქვს ინფორმაცია, რომ ეგ საკითხი უკვე თითქმის გადაწყვეტილია და ეს მეორე პროექტი, რომელიც იქნება წყლის და კანალიზაციის პრობლემა, ავტომატურად შემდეგ მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა და იქნება მაქსიმალურად ის, ვთქვათ, რაც რომ მივიღეთ დაახლოებით 10 დღის წინ, ვთქვათ, ბუნებიდან გამომდინარე უხვინალექი და იქნა მოსახლეობა იქნა იმ პოზიციაში შესული, რომ ვთქვათ, არ მოხერხდა იმათი დაცვა, ამით უკვე მაქსიმალურად იქნება ქალაქი ინფრასტრუქტურულ ნაწილშიც მოწესრიგებული და მე ვფიქრობ, რომ ეხლა უკვე დავიწყეთ იმ ეტაპზე შესვლა, როდესაც ვთქვათ, არ ხდება იმ ქუჩების გაკეთება ხელახლა, ამოჭრა, შემდეგ კიდევ ხელახლა ამოთხრა ისევ გაკეთება და ნუ ერთი სიტყვით გეგმიურად მივყვებით ჩვენ ყველა პოზიციას. და ბოლოს მინდა გკითხოთ, რა შეცდომები დაუშვა სააკაშვილის ხელისუფლებამ, რის გამოც ამომრჩეველმა მანდატზე უარი უთხრა მათ? ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ბევრი რამის თქმა შეიძლება, უბრალოდ მე იმას აღნიშნავდი, რომ მართლაც 1 ოქტომბერი იყო დასასრული მაგისა და მე ვფიქრობ, რომ 1 ოქტომბრიდან გამომდინარე დაიწყო ახალი ცხოვრება, სადაც
ხალხმა იგრძნო თვით, რომ აი თავისი მანდატით შესაძლებელი არის უკვე ნებისმიერი ხელისუფლება მოიყვანოს და მათი გადასახედით გადაწყვიტოს თუ რომელი ხელისუფალი იქნება მისთვის კარგი და რომელი ხელისუფალი გააკეთებს თავის და იშრომებს მათთვის.